აბეკი შენი ნაწყვალები უგზავნი შვილს მიაღ იქ რაღაცა ერთ ფარატინა ფურცელს მოგცემენ შეიტან აქ და ჯერ საძირკველიც არ არის ჩასხმული და ხელშეკრულებას უწერ და ეუნები ადამიანს რომ იცი რა 2 წელიწადში 1 წელიწადში ეს ბინა შენ შავი კარგასი ჩაგბარდება მოაგროვებ ამ ფულს და ნინო რამდენი საქმე გავარჩიე რა და ვერ ეხმარები ხალხს იმიტომ რომ ხელშეკრულება ნინო არის 200%. ახალგაზრდა ბიჭი გოგო მიდის დედამ ფული გამოუგზავნა თუ გინდა თბილისელი იყოს საქართველოს მოქალაქე იყოს აქაურები იყვნენ მიდიან იქ არიან თაღლითები ბევრ შემთხვევაში თორე ღმერთმა დაგვიფაროს რომ ყველა კომპანია ესე იყოს არიან თაღლითები და ძალიან ბევრი ადამიანები ფსიქოლოგიურად ადამიანებზე მუშაობენ დაგარწმუნებენ რომ ის დღეში 500 ბინას ყიდის და გეუბნება აი ეს კომპიუტერში განახილენ რომ აი ეს ბინა შენი იქნება ამ დროს აძლევ ფულს გაძლევენ ამ ხელშეკრულებას და საერთოდ არ შენდება ბინა და იარე ახლა და ატარე ეს შენი ფურცელი წინ უკან ეს ერთი შემთხვევა მეორე აშენდა ბინა და ერთი ბინა არის ერთი ოთახი 5 ადამიანზე გაყიდული 5-ვე ადამიანი ცოდვაა მაგრამ ჩემი თხოვნა არც ერთ შემთხვევაში ფული არ უნდა მისცე აი ამას დაუკვირდით ამ ჩემს ნათქვამს აი გთხოვთ რომ მერე პრობლემა არ იყოს ეს ფული გამოუგზავნე შენს შვილს მივიდეს შენი შვილი ჯერ უფულოდ აჩვენონ ის ბინა რასაც აძლევენ და უთხრას მე შენ გიხდი $10,000 ბესახით ხო და ყოველ თვე მაგ შემოსატანი ფული უთხარი რომ ძმაო შენ შემოგევლე მე ვიხდი ფულს შენ მაძლევ ფარატინა ქაღალდს და 500 ფურცელია და ამას უმაღლეს დონეზე განათლებული იურისტმა რო წაიკითხოს მაინც ვერ გაარკვევს ამ ხელშეკრულებაში რა წერია სადღაც 1% შანსი არ არსებობს სადღაც მათ სასარგებლოდ არ ეწეროს რაღაცა რომ ვერ ავაშენო ან პრეტენზია არ უნდა კონდეს ან უნდა რაღაცა ეწერება და მე ამით ესენი თავს იმართლებენ კარგი იჩივლე სასამართლოში და რას მოიგებ უნდა იარო 10 წელი ეს გააკეთეთ ესე ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ბინა ეს იქნება ავტომობილი ეს იქნება ნებისმიერი ძვირად ღირებული რაღაც მიწა ქონება რაღაც მიდი